სომხეთში მწვავე პოლიტიკური დებატების საგანი გახდა ყაზახური ხორბლის აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით იმპორტის საკითხი. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებას, რომ ბაქო ტრანზიტ უზრუნველყოფს, სომხეთის ხელისუფლება ენთუზიაზმით შეხვდა. ოპოზიცია კი მასში სერიოზულ საფრთხეებს ხედავს. ნიკოლ ფაშინიანის გუნდში ამ მოვლენას რევოლუციურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს სომხეთისათვის ხორბლის იმპორტის დივერსიფიკაციისა და რუსეთზე დამოუკიდებლობის შემცირებას ნიშნავს. სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა კი დაწერა. მალე ყაზახური ხორბლის პირველი პარტია სომხეთში შემოვა მარშრუტით აქტაუ-ბაქო. შემდეგ კი აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზით. მშვიდობა მყარდება. ხელისუფლების წარმომადგენლები ამას მშვიდობის გზად ჯვარედინის პროექტის პრაქტიკულ განსახორციელებლად და ბაქოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილავენ. სრულიად საპირისპირო პოზიცია აქვს ოპოზიციას. ისინი აფრთხილებენ, რომ სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში აზერბაიჯანზე დამოუკიდებლობის გაჩენა სახიფათოა. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ პოლიტიკური ესკალაციის შემთხვევაში ბაქოს შეეძლო ამ მარშრუტი ბერკეტად გამოიყენოს და სომხეთზე ზეწოლა მოახდინოს. მათი არგუმენტით, სანამ საბოლოო მშვიდობა ხელშეკრულება არ არის გაფორმებული, მსგავსი ეკონომიკური კავშირების დამყარება სტრატეგიულ რისკებს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ სატრანზიტო ჯაჭვში საქართველოს რკინიგზაც მონაწილეობს, რაც ქვეყნის სატრანზიტო როლს კიდევ უფრო აძლიერებს. ამგვარად, ყაზახური ხორბლის ახალი მარშრუტი სომხეთისათვის ერთდროულად როგორც ეკონომიკური შესაძლებლობა, ამავე პოლიტიკური გამოწვევები ხდება, რომლის შედეგებსაც მომავალი აჩვენებს.